კიდევ ერთხელ მოგესალმები, უყურებთ ახალმებს 4-ზე, მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. საქართველოს ეკონომიკური ზრდა და ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, აღნიშნა, რომ თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი გამსაზღვრელი ფაქტორია. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ენერგეტიკის განვითარების შესახებაც. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ენერგეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნა, რომ 157 კომპანიას პირობით ეტაპზეა 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. გაგრძელდება 1560 მეგავატი პროექტების განხორციელება. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას, ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები, შარშან ზრდამ შეადგინა 7.5% და ტრენში და პროდუქტი შეადგენს შარშანელი წლის ბოლოს მონაცემებით 104.6 მილიარდ ლარს. პირველად ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მილიარდ ლარს, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს 28 მილიარდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მილიარდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს და უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-25 წლებში ჩვენი ეკონომიკის ხვეობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მილიარდი დოლარით. ჩვენ მივიღეთ 2 თვის წინ გადაწყვეტილება ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცესი უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ებატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატის პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მისცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი ინსტიტუცია შეიქმნება. სააგენტო აწარმოებს საქართველოში ბაზაზე დაფუძნდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია და მასში რამდენიმე მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციები შეირწყმება. კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებას ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. შეიქმნება დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით ახალი ინსტიტუცია, ასეთი სახელწოდებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტო სააწარმოო საქართველოში ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა. პროგრამა საწარმოო საქართველოში დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინდიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაიზრდებათ წვდომა იაფსესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში ასევე უნდა ეთქვას დამოუკიდებელ უწყებას ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში. საქართველოს რკინიგზამ განვითარების 2026-28 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. მთავრობა 50 ახალ ლოკომოტივს და 1500 ახალ ვაგონს შეისყიდის. ინერგება თანამედროვე სარკინიგზო სისტემები, გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტანუნარიანობა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება. ამასთან მთავრობის გადაწყვეტილებით ბორჯომ ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ეგრეთ წოდებულ კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მატარებელთან ერთად რეაბილიტირდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისი, ქუთაისი და თბილისი ახალციხის მიმართულებები. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5:30 საათიდან 4 საათამდე შემცირდება. დავნერგავ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შეზღუდდება ახალი მატარებლებით. სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის და 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი.
გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5:30 საათიდან შემცირდება 4 საათამდე, 1:30-ით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე. ასევე აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ან განახორციელდება გადაადგილების დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი ბორჯომაგურიანის ისტორიული მატარებლის ეგრეთ წოდებული კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარგენიგზო ინფრასტრუქტურას. ანაკლიაში სამშენებლო პროცესი შემცირებული ხარჯებით განახდება. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გადაიხედა ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებული ხელშეკრულება. შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ით 52.9 მილიონი დოლარით შემცირდა. ირაკლი ყობახიძის თქმით, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯ-ეფექტიანად მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მილიარდი დოლარი. ასევე გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც. შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა, პროექტის ღირებულება შემცირდა 52.9 მილიონი დოლარით და შედეგად უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში, ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით და ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯ-ეფექტიანად მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით პლასმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე ბიზნესის ობიექტური ინტერესებისა და სამომხმარებლო ფასებზე კონკრეტული რეგულირების შესაძლო გავლენის გათვალისწინებით იქნა მიღებული. პლასმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. თუმცა ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან მქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს სტატუსსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება პლასმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვალამდე. დიპსტეიტის ქმედებები ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ შტატების ადმინისტრაციის მხრიდან მოჩვენებითი მხარდაჭერა და გარეთ-ძალების გეგმები ბუდაპეშტთან დაკავშირებით უნგრეთში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ზაზა შატრიშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს. ფილოსოფოსი განმარტავს, რომ დიპსტეიტი ერთი მხრივ ბრიუსელის ხელით მხარს ორბანის ოპოზიციას უჭერს და მოქმედ პრემიერს უპირისპირდება, მეორეს მხრივ კი დონალდ ტრამპის საშუალებით ევროპელ ლიდერებს ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციასთან აპირისპირებს, რის ფონზეც შტატების პრეზიდენტის მიერ ორბანის მხარდაჭერა ევროპის მოსახლეობას უნგრეთის პრემიერის წინააღმდეგ განაწყობს. ზაზა შატრიშვილის შეფასებით ვიქტორ ორბანი დიპსტეიტის ხაფანგში აღმოჩნდა. მისი დამარცხების შემთხვევაში კი გარეთ-ძალები ევროკავშირის ბიუროკრატიაზე გავლენას საბოლოოდ გაიფორმებს. ახლოვდება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები და მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ბუდაპეშტისკენ არის მიმართული. ეს არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი არაფორმალურ ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე დიპსტეიტსა და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელსაც სწორედ ვიქტორ ორბანი და მისი პარტია წარმოადგენს. ბოლო დღეებში ხშირად მეკითხებიან თუ როგორ აიხსნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერა
ორბანის მიმართ. როდესაც ეჭვი აღარავის ეპარება, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე მისი გუნდი თავიდან ბოლომდე ოლიგარქიული ოჯახების მომსახურე პერსონალი არიან. ბევრს ვერ აუხსნია, რაში უნდა აწყობდეს Deep State-ს უნგრეთში ორბანის მორიგჯერზე გამარჯვება, რომელიც ევროპული ბიუროკრატიის თითქმის ერთადერთი შემაკავებელი ინსტრუმენტია სუვერენული, მათდამი ურჩი მთავრობების დანგრევის პროცესში. საზოგადოების და მათ შორის პირადად ჩემი გაკვირვება კიდევ უფრო ჯდებოდა ლოგიკაში იმ ფონზე, რომ ასევე Deep State-ის მიერ მართული ბრიუსელი უხეშად ყოველგვარი წითელი ხაზების დაცვის გარეშე უპირისპირდება ვიქტორ ორბანს. უხეშად ერევა უნგრეთის არჩევნებში და ყველა მიუღებელი მეთოდებით ცდილობს ისეთი გავლენა მოახდინოს საბოლოო შედეგებზე, რომ გამარჯვება სწორედ ორბანის ოპოზიციურ გაერთიანებას დარჩეს. ეს ჩარევა ისეთი ღია და აშკარაა, რომ საქართველოში 2024 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში განხორციელებული გარე ჩარევაც კი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უნგრეთში ვხედავთ. თუმცა, კი მეთოდები ნაცნობია, ბრიუსელი უნგრეთის პრემიერს პრორუსობაში ადანაშაულებს. რამდენიმე დღის წინ ჩანაწერიც კი გამოაქვეყნეს, სადაც როგორც ოფიციალურად ამბობენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიარტო და ლავროვი, საუბრობდნენ და ეს გაუგებარი ჩანაწერიც სწორედ ორბანის წინააღმდეგ გამოიყენეს. გამოდის, რომ ერთი სხეულის, ანუ Deep State-ის ორი ხელი ტრამპი და ბრიუსელი ერთი მხარდაჭერას უცხადებს ორბანს, ხოლო მეორე მას სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას უმართავს. ერთი შეხედვით, სწორედ ამ შეუსაბამობების გასაანალიზებლად თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოებას დეტალურად ავუხსნა თუ რა იმალება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის უკან და რეალურად როგორ იმოქმედებს მოქმედი ადმინისტრაციის ქმედებები უნგრეთის არჩევნებზე. პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე Deep State-ის ძალაუფლების სამი საყრდენის: ფულის, ანუ დოლარის, პროპაგანდის, ანუ სრულად მორჩილი მედიისა და სამხედრო ძალის, იგივე ნატოს ალიანსის მნიშვნელობა მათი გეგმების შესრულების პროცესში. ოლიგარქების ძალაუფლება სწორედ ჩემ მიერ ხსენებულ სამ მთავარ ინსტრუმენტზე დგას, რომელთაგანაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამივე იყოს ერთნაირად ქმედითი და ხელშეუხებელი მათი კონტროლის მიღმა მყოფი ძალებისგან. სამტკიცი აქ ბევრია, მაგალითად, როდესაც ჩინეთმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პლატფორმა TikTok-ი, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს ნულოვანი გავლენა ჰქონდათ და რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყოს სიმართლის უცენზურო სიტყვის პლატფორმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლამის ომი გამოუცხადა ჩინურ მხარეს. სანამ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასვა და საბოლოოდ გიგანტური საინფორმაციო ცენტრი BlackRock-ის შვილობილ კომპანიას არ დაუქვემდებარა. ასევე საზოგადოებას კარგად ახსოვს დოლართან დაკავშირებული ნამდვილი ისტერია, რომელიც ძალიან მარტივად შეიმჩნეოდა ოლიგარქიული ოჯახებისა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ფინანსური თუ პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან, როცა საქმე ალტერნატიული ეკონომიკური ცენტრის BRICS-ის შექმნასა და ასევე ალტერნატიული ვალუტის შექმნას მოჰყვა. ოლიგარქებმა უამრავი დრო, ენერგია და ფული დახარჯეს იმისთვის, რომ უშუალოდ BRICS-ის წევრ ქვეყნებს შეეტანათ დისონანსი ისედაც მძიმედ დაზრულ პროცესში და საბოლოოდ ჩაშლა თუ არა მაქსიმალური ვადით გადაედოთ Deep State-ის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ბერკეტის, დოლარის ალტერნატივის შექმნა. ასეც მოხდა ამ დროისთვის ოლიგარქებმა ეს საფრთხე ყველა შესაძლო მეთოდით გაანეიტრალეს. რაც შეეხება ოლიგარქიული ოჯახების ასევე მთავარ საყრდენ სამხედრო ძალას, იგივე ნატოს, ის არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდებინეს და საბოლოოდ კიდევ უფრო მეტი ფინანსური ნაკადი მიმართეს ძალის გაძლიერებაში. ამ ფონზე ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატო დატოვოს. როგორც ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს ვერ დატოვებს, ისევე ვერ დატოვებს ამერიკის შეერთებული შტატები ნატოს, რადგან ეს ერთი და იგივეა, ერთი ძალის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანოებია. მას რა ხდება, რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? შეკითხვა სავსებით ლეგიტიმურია და სიმართლე გითხრათ, მეც არაერთი ამოუხსნელი ფორმულა მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. სანამ Deep State-ის ეს ძალიან ჭკვიანური, ამავე დროს მზაკრული სტრატეგიული სვლა ტრამპის ანტიევროპულ ისტერიას არ დავუკავშირე. აი აქ კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ეს სპექტაკლი, რომლის გათამაშებაც ოლიგარქიულმა ოჯახებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყეს, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დაანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება. ერთი მხრივ Deep State-მა ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან შექმნა უნგრეთის პრემიერის მომხრე გუნდი, რომელიც ღიად და უფარავად უცხადებს ორბანს პოლიტიკურ მხარდაჭერას. მეორე მხრივ Deep State-მა ტრამპის და მისი ადმინისტრაციისგან შექმნა პირწმინდად ანტიევროპული გუნდი, რომელიც ჯერ კრიტიკით უდგებოდა ევროკავშირს, ხოლო ბოლო პერიოდში ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთა და ისეთ შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებს, როგორც ევროპული ქვეყნების, ასევე ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომ ეს არათუ პოლიტიკის ჩარჩოებს სცილდება, არამედ რაღაც ვულგარული ჭორაობის ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონს ცოლის მიერ ნაცემი ქალაჩუნა უწოდა. საბოლოო ჯამში შესაძლოა ცალკე აღებული მაკრონის, მერცის ან რომელიმე ლიდერის რეიტინგი მაღალი არ იყოს, მაგრამ მსგავსი თავდასხმები ტრამპის მხრიდან ევროპულ საზოგადოებას ნამდვილად აძლევს კონსოლიდაციის მუხტს. საბოლოოდ კი შემდეგი სურათი დაიხატა. Deep State-ის საძულველი ვიქტორ ორბანი, რომელიც ასევე Deep State-ის ჯიბის ევროპულ ბიუროკრატიას ყველა საკვანძო გადაწყვეტილებაში ხელს უშლის, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის იმედად დარჩა. მაგრამ ამავე დროს ეს ადმინისტრაცია პირწმინდად ანტიევროპულ სხეულად მოგვევლინა და ისე დალაგდა ყველაფერი, რომ ახლა ევროპის მაგინებელი
ტრამპის მხარდაჭერა არათუ პოლიტიკურ სიძლიერეს, პირიქით, სერიოზულ პრობლემებს ნიშნავს. რამდენიმე დღის წინ ოლიგარქიულმა ოჯახებმა მათთვის ნაცნობი მეთოდი სოციოლოგიური კვლევებით ჩააბეტონეს ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ევროპის მტრის ხატის შექმნა, როდესაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმეტესობა ამერიკის შეერთებულ შტატებს მეგობარ ქვეყნად აღარ მიიჩნევს. ვიქტორ ორბანისთვის არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მხრიდან დაგებული ეს ხაფანგი ასევე გეგმის მიხედვით იდეალურად გამოიყენა ორბანის მთავარმა კონკურენტმა პეტერ მაგიარმა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ანტიევროპული განწყობების მქონე ტრამპის ადმინისტრაციის გულშემატკივრობა, მათ შორის ჯეიდი ვენსის სტუმრობა ბუდაპეშტში ორბანის მხარდასაჭერად, არის ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და რომ ამ ყველაფერს უნგრელი ხალხი არჩევნებზე გასცემს პასუხს. რთულია უნგრელ ოპოზიციონერს არ დაეთანხმო. სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მოყვარული უნგრელი ხალხი თანაბრად ღიზიანდება როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ასევე გაფორმებული ანტიევროპული ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ჩარევაზე ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, რამაც შესაძლოა ვიქტორ ორბანისთვის სავალალო შედეგი მოიტანოს. რომ შევაჯამოთ, პატრიოტი და დამოუკიდებელი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი ვიქტორ ორბანი დიპ სტეიტმა საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო. პოლიტიკური პარტნიორის ძიების პროცესში მას ტრამპი დაუმეგობრა, მაგრამ ამავე დროს იმავე ტრამპისგან ევროპელების მაგინებელი და ევროპის მტერი შექმნა. საბოლოოდ ის, რაც ორბანისთვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა. ასეთი მრავალჭრიანი, გრძელ ვადაზე გათვლილი და მზაკრული გეგმები ახასიათებთ ოლიგარქიულ ოჯახებს და სამწუხაროა, რომ ვიქტორ ორბანმა ეს ვერ გათვალა. ახლა მას კარტები აღარ უჭირავს ხელში. ახლა ყველაფერი უნგრელი ხალხის გონიერებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, თუ ამ არჩევნებში საზოგადოება დიპ სტეიტის ხაფანგს არ წამოეგება, გამარჯვების შემდეგ თავად ორბანი გადააფასებს ყველაფერს და შეცდომისგან სათანადოდ დასკვნებს გამოიტანს. მეორე მხრივ, თუ მას გადაირჩევენ, დიპ სტეიტი საბოლოოდ გაიფორმებს ევროკავშირის ბიუროკრატიას და შემდეგ ამ ძალის გამჩერებელი სამწუხაროდ უახლოეს მომავალში აღარავინ იკვეთება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არამეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გერმანიის საგარეო უწყება სამინისტროს ვებგვერდზე ამ დრომდე არ ანახლებს ინფორმაციას და პრეზიდენტად კვლავ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი. ეს მაშინ, როდესაც მონაცემები განახლებული აქვთ რუსეთისა და სირიის შემთხვევაშიც კი. საკითხს პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვით მიმართა. სამინისტროს განმარტებით 2026 წლის 4 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ გაიგზავნა ნოტა, რითიც ქართულმა მხარემ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ განთავსებული ინფორმაციის განახლება მოითხოვა. ნოტის მიწოდების შემდეგ ქართულ მხარეს ეცნობა, რომ მსგავსი ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავების პერიოდი 4 კვირას მოიცავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები გერმანულ მხარესთან შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრებისას რეგულარულად აყენებენ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაციის განახლების საკითხს. გარდა ზემოხსენებულისა 2025 წლის 7 ივლისს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ წერილობით მიმართა გერმანიის საგარეო უწყებას, ხოლო ამავე წლის 14 ივლისს გადასცა საელჩოს ვერბალური ნოტა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაციის განახლების თხოვნით. 2024 წელს ჩატარებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გერმანულ მხარეს შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენია, 2026 წლის 4 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს კვლავ მიმართა ვერბალური ნოტით და კიდევ ერთხელ მოითხოვა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაციის განახლება. ვერბალური ნოტის მიწოდების შემდეგ ქართულ მხარეს ეცნობა, რომ მსგავსი ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავების პერიოდი 4 კვირას მოიცავს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებულ ვადაში გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე არ განახლდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია, სამინისტრო უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ ოფიციალურად მიმართავს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვერც პატივისცემას და ვერც ურთიერთსარგებლობას ვერ ვხედავთ. გადავამოწმეთ რა გერმანიის საგარეო უწყების ეს გვერდი, ვნახეთ რომ ისეთ ქვეყნებთანაც კი, რომლებთანაც შეიძლება ითქვას, რომ გერმანიას ღია კონფლიქტი აქვს გამოცხადებული, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი, სხვა არადემოკრატიული ქვეყნები, მათი პროფილები განახლებულია, საქართველოს კიდევ არ.
2024 წლიდან საქართველოს ჩატარებული არჩევნებიდან, საპარლამენტო არჩევნების დღიდან დღემდე სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით, ზეპირსიტყვიერად, საელჩოს მეშვეობით, სატელეფონო საუბრებით, ოფიციალური ნოტებით მიმართავთ, თუმცა სახელდება სხვადასხვა მიზეზები. ჩემი ვარაუდით ვფიქრობთ, რომ ზოგადად ჩვენ გვაქვს იმ ევრობიუროკრატების მიერ წარმოებული იმ დიდ კამპანიასთან საქმე, რომლის ნაწილიც და ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს სწორედ ეს ქმედება და რომლის ნაწილი არის საქართველოს გერმანიის ელჩი. ჩვენ გერმანელი ხალხს რა თქმა უნდა პატივს ვცემთ, თუმცა ვერავის ვერ მივცემთ შესაძლებლობას და იმის საშუალებას, რომ ქართული ხალხის დემოკრატიული არჩევანი გააკრინონ. საბოლოო ჯამში იმედს გამოთქვამთ, რომ გაირკვევა ეს საკითხი და საქმე ექნება ტექნიკურ ხარვესთან და არა იმ პოლიტიკურ დემარშთან, რომელთაც შეიძლება მათ მცდელობა ჰქონდეთ, რომ ქართველი ხალხისა და გერმანელების ამ ორასწლიან ურთიერთობას ჩრდილი მიაყენონ. რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება თბილისის მოთხოვნაზე? მმართველი გუნდი ბერლინის უპატივცემლო დამოკიდებულებაზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობისა და ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ თუ ვებ გვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციას არ განაახლებენ, ეს იქნება ოფიციალური დასტური მათი მტრუნი დამოკიდებულებების. სახელმწიფო გუნდის წევრებს გერმანიის მთავრობის ეს დამოკიდებულება არ უკვირთ, მით უფრო საქართველოში გერმანიის ელჩის ქმედებების ფონზე, რომელიც მის დიპლომატიურ საქმიანობას გამუდმებით ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის იყენებს. ზუსტად ერთი წუთი ჭირდება, რომ ინფორმაცია შეიცვალოს ტექნიკურად ვებ-გვერდზე, ხომ? ამის ახსნა ხა დღეს 21 საუკუნეში არავის არ ჭირდება, როდესაც რამდენჯერმე არის ეს საკითხი დაყენებული სამინისტროს მიერ და ამისთან მიუხედავად რეაგირება არ მოყვება, ამას ეს რა თქმა უნდა არის უბრალოდ შეურაცხყოფა და ქვეყნის ამ შემთხვევაში საქართველოს უპატივცემლობა. აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაიმე ტექნიკური ინფორმაცია გაეპარა, რაღაც ვერ მოასწრო განახლება და ასე შემდგომ. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ გერმანიას აღნიშნულ შემთხვევაში აქვს გადაწყვეტილი რადიკალური პროცესების წახალისება საქართველოში. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროულად განახლდეს გერმანიის ვებ-გვერდზე, რათა ყველანაირი კითხვის ნიშანი, რომელიც დღეს შეიძლება საკმაოდ ისეთი ლეგიტიმური კითხვის ნიშნები არსებობდეს ამ კონკრეტული ქმედების უკან, რეალური დღის წესრიგი რადგას, აი ეს კითხვის ნიშნები რომ მოიხსნას. ჩვენ დავაკვირდებით, შევხედავთ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს გერმანია შემდგომი კვირების თუ თვეების განმავლობაში და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ აღნიშნულის გათვალისწინებით გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები. ეს არ არის შეცდომა, ალბათ ეს არის გაზრახ გაჟღერებული საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ეს შავლაკად აისახება კონკრეტულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე და ის ვერ ასე ვთქვათ დააზიანებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩანს რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისათვის მათთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად და ეთყობა ასეთ შიდა მოხმარებით სარგებლობს გერმანული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც სამწუხაროა. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახსრები გრანტად აღარ ჩაითვლება. შესაბამისი ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში შედის, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილეს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გრანტად არ მიიჩნევა ის სახსრები, რომლებიც ხმარდება, შეიძლება მოხმარდეს უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობას. პროექტის ინიციატორთა განმარტებით გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები კონტროლის შემსუბუქებას არ ნიშნავს და ექსტრემიზმისკენ მიმართული ნებისმიერი თანხის წინააღმდეგ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს. არის ასეთი ბატონი საელჩოებზე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე გაცემული თანხები, რომლებიც მომდინარეობს მათსავე სახელმწიფოსგან და მიმართული არის საელჩოს ფუნქციონირებაზე. ეს არ იცვლებოდა გრანტად, გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედებს იერარქიულად უფრო მაღალი კონვენცია, ვენის კონვენცია და შესაბამისად საერთაშორისო შეთანხმებას უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს, ვიდრე საქართველოს კანონს.
მაგრამ იმისათვის რომ ზედმეტი სპეკულაციები არ მოყოლოდა საკითხს, ვიღაცას არ ეთარგმნა მაგალითად რომ საქართველოს მთავრობასთან არის სავალდებულოდ შესათანხმებელი თუ საელჩო თავისი სახელმწიფოსგან ოპერაციული ხარჯების და საკუთარი უფლებამოსილოების განსახორციელებლად თანხებს იღებს, ეს მთავრობის შეთანხმებას აჭიროებს და შესაბამისად ეს სპეკულაციები რომ ბოლომდე ყოფილიყო მოხსნილი, შავი თეთრზე პირდაპირ კანონში იქნება ჩანაწერი და სპეკულაციები იქნება აბსოლუტურად მინიმუმამდე დასული. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შესაბამისად ცვლილებებზე იმსჯელეს კანონპროექტის მიხედვით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეროგატივა იქნება. პროექტის ინიციატორთა განმარტებით გარეც ძალებთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანი აღრიცხვა და მონიტორინგისთვის მიზანშეწონილია ერთ სფეროსთან დაკავშირებული საჯარო მმართველობითი ფუნქციები ერთმა კონკრეტულმა კონსტიტუციურმა ორგანომ განახორციელოს. დეპუტატები ინიციატივას მესამე მოსმენით განიხილავენ. მიმდინარე წლის 2 აპრილს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის უშუალო ჩართულობით მოქმედი ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობას განაგრძობს. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონო ჩამორთმევის მორიგი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებული სუფლებების აღდგენის მიზნით მისთვის კუთვნილი ქონების დაბრუნების შუამდგომლობით მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიების ინფორმაციით 2010 წელს ცალკეული საჯარო მოხელეების მხრიდან სოფიო ჩხენკელზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად დაზარალებული იძულებული გახდა ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ დაეთმო სახელმწიფოს სასარგებლოდ. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ სოფიო ჩხენკელს ზემე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კეთილსინდისიერად ჰქონდა მოპოვებული და აკმაყოფილებდა კანონის ყველა მოთხოვნას. შესაბამისად არ არსებობდა მისი ჩამორთმევის რაიმე სახის კანონიერი საფუძველი. გამოძიებით გამოიკვეთა, რომ სოფიო ჩხენკელს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჰქონდა რეგისტრირებული, შესაბამისად იგი ნამდვილად არის დაზარალებული და არ არსებობდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის კანონისმიერი საფუძველი. შესაბამისად უახლოეს მომავალში დეპარტამენტი მიმართავს შესაბამის უწყებას, რათა აღუდგეს დაზარალებულს უფლებები. პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა გრძელდება. ახალი სამედიცინო დაწესებულებები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრასა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. სოფლის ამბულატორიებში ჯანდაცვის მინისტრი ადგილობრივი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. მიხეილ სარჯელაძემ ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს კიდევ 6 ახალი სოფლის ამბულატორიის გახსნაა დაგეგმილი. სიახლე არ არის, რომ სამინისტროსთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს მუშაობა პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ რგოლის განვითარება რეგიონებში. იხსნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურაა და იმავდროულად შესაძლებელია მაღალი სტანდარტის პირველადი ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა უშუალოდ სოფლის მაცხოვრებლებისთვის ამავე სოფელში. ამბულატორიის მოსახლეობა საკმაოდ მოცულობითია ამბულატორიის მიკუთვნებულ სოფლებში, სადაც მაღალი სტანდარტის მქონე ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით ვაწვდით პირველად ჯანდაცვის სერვისებს. წელსვე დაგეგმილია კიდევ 6 ამბულატორიის გახსნა საქართველოს მასშტაბით, თანამედროვე აღჭურვილობით შესაძლებლობა გვექნება მოემსახუროთ მაღალი დონის სამედიცინო სერვისები. ახალი ამბულატორია ყველასთვის ასიამოვნოა, როგორც პერსონალისათვის, ისე მოსახლეობისათვის, ვინაიდან იმ სერვისების გაწევა გაცილებით იოლია ესეთ კეთილმოწყობილ ამბულატორიაში, დაწყებული გლიკემიის განსაზღვრიდან, ელექტროკარდიოგრამის გადაღებით, ასევე ტარდება სკრინინგი C-ჰეპატიტზე რეგულარულად. სამ სოფელს ვემსახურებით: ხომული, გუმბრა, ბანოჯა.
მოსახლეობა დაახლოებით 6000-ზე მეტი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია მეტ პერსონალისთვის. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ ამბულატორიაში რომ მუშაობ და მიღება სრულდება. კომუნიკაციების კომისიამ ტელეიმედი პოსტივი ტელეკომპანია პირველი და ფორმულა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალი-მარტის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა წამყვანების კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ ტელეიმედის პოსტივის ტელეკომპანია პირველისა და ფორმულას მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევებისთვის სანქცია არ გამოყენებულა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა. შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 აპრილს ამოქმედ და აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულებების ან მოსაზრებების საფუძველზე გაშუქება. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მინისტრმა გახსნა გიმი მიქანაძემ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მეცნიერების განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა. საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაცია კი მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ზვიად გაბისონიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საგრანტო კონკურსების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე, მიზნებზე, პრიორიტეტებზე, საკონკურსო პირობებსა და პროექტების შეფასების მექანიზმებზე. გავითვალისწინეთ ახალი მიმართულებები, რომელიც თემატურად იქნება განსაზღვრული შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსების პროგრამაში. ეს ყველაფერი იმაზე არის ორიენტირებული, რომ ფონდის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ, უფრო მეტ მეცნიერს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მეცნიერებს შეუწყოთ ხელი საკუთარი პროექტების განხორციელება, განვითარებაში და ეს საბოლოო ჯამში საქართველოში მეცნიერების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო კვლევის კომპონენტში გარკვეული გარდატეხის შეტანა, ასე ვიტყოდი და რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დღეს წარმოადგინა დამსწრე საზოგადოების წინაშე ის პრიორიტეტები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ქართოლოგიის მიმართულებას, ის ცალკე გამოიყო როგორც პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. უხმან ალექმა ახალდაბაში მეწყრული პროცესები გამოიწვია. ჩამოშლილმა ქვაღორღმა და ხელმცენარეებმა სოფელ ნეძვნევთან დამაკავშირებელი მაგისტრალი ჩაკეტა. გზის გაწმენდით პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მეწყრულ ზონაში დილიდან იმყოფება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული. ადგილზე ელოდებიან გეოლოგთა სპეციალურ ჯგუფს. სტიქიას პრობლემა არ შეუქმნია დასახლებული პუნქტებისთვის. გზის გახსნის პროცესი დღის ბოლომდე იგეგმება. ადგილზე მოწვეულები იქნებიან სპეციალური გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები და შეისწავლიან მითითებულ ლოკაციას. აღნიშნული გზის მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ძალებით ხდება მისი გაწმენდა და დღის ბოლომდე სავარაუდოდ გავხსნით მითითებულ გზას. გონია-კვარიათის სანაპიროზე უნებართო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. კაფე-ბარები, ბულგალოები და სავაჭრო ჯიხურები ჯამში 35 ობიექტის მფლობელი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის შესახებ გააფრთხილა. ინსპექტირების შემდეგ მენპატრონეების მიერ უკვე დაშლილია 12 კაფე-ბარი და გატანილია 8 ჯიხური. დარჩენილი 15 ობიექტის დემონტაჟის პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ სანაპირო ზოლის სრულად მოწესრიგდება და პირველ მდგომარეობას დაუბრუნდება. გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლზე უსახური და უნებართო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო. ჯამში 35 ობიექტი ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ იქნა გაფრთხილებული. ინსპექტირების შემდეგ მეპატრონეებმა დაშალეს 12 კაფე-ბარი, გაიტანეს 8 ჯიხური, 15-ზე კი მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. სანაპირო ზოლის სადემონტაჟო სამუშაოების შემდეგ სრულად მოწესრიგდება და დაუბრუნდება პირვანდელ იერსახეს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობებით და ელოდეჩიცაც დღის მთავრის სახელების შესახებ ანაშორდებ, რომ ცლად მოგიყვებათ წინ პოლიტიკური პოსტი გეულდებათ, ასე რომ არ გადაერთოთ.